სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. გილოცავთ ყველას მეგობრებო ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ანუ ღვთის განცხადება, ხო იგივე. მეგობრებო, ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმინდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტებება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმინდე, ან როგორც უცოდველი გაწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის შემუსრა ეშმაკი და გაწმენდილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისა სულიწმინდის საიდუმლო მეგობრებო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს. წყალის სხეულს გაწმენს, სულიწმინდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს გამბანს. განა ეს საკვირველია? უბრალო მაგალითი თქვათ მოვიშველიოთ, ხო? როცა ცეცხლი რკინის სიზრკეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუ კი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რა გასაკვირია, რომ სულიწმინდა სულის სიღრმეში აღწევდეს კირილე იერუსალიმელი. მეგობრებო, ასევე ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება, ხო, მამა, ძე და სული. ესე იგი, ძე ნათელს იღებდა, სულიწმინდა მტრედის სახით ჩაჯდა, ესე თქვათ გაჩნდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა, ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ. მეგობრებო, ნათლობის საიდუმლო არის წმინდა, ესე თქვათ, აქტი, რომლის დროსაც ქრისტეს მორწმუნეს სხეულის სამჯერ წყალში, ესე თქვათ, ჩაძირვით წმინდა სამების მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით მოხმობით ირეცხება, ასე თქვათ, პირველქმნილი იწმინდება პირველქმნილი ცოდვისაგან. ასევე ნათლობამდე ჩადენილი ყველა ცოდვისგან. სულიწმინდის მადლით ხელახლა იბადება ახალ სულიერ ცხოვრებაში. სულიერად იბადება ადამიანი და ხდება ეკლესიის წევრი, ანუ ქრისტეს მადლიანი სამეფოს. ნათლობის საიდუმლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დააწესა, მან ნათლობა საკუთარი მაგალითით იოანეს მიერ მონათლული განწმინდა, შემდეგ აღდგომის შემდეგ მოციქულებს მცნება მისცა წადი და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა, დაცისა და სულიწმინდის სახელით. მათეო 28:19. ნათლობა აუცილებელია მეგობრებო ყველასათვის, ვისაც სურს იყოს ქრისტეს ეკლესიის წევრი. ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღვთის სასუფეველში, თქვა თავად უფალმა იოანეს 3:5. მეგობრებო, ნათლობის მისაღებად აუცილებელია რწმენა და მონანიება.
მართლმადიდებლური, ესე ვთქვათ, ეკლესია, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია ჩვილებს მშობლებისა და ნათლიების რწმენის მიხედვით ნათლავს. სწორედ ამიტომ ესწრებიან ნათლიები ნათლობას, რათა ეკლესიის წინაშე დაადასტურონ ნათლულის რწმენა. როდესაც ბავშვი იზრდება, ისინი ვალდებულნი არიან ასწავლონ, ესე იგი, მას რწმენა და უზრუნველყონ, ასე ვთქვათ, რომ მათი ნათლული ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდეს. ხო, ესე იგი, ის რომ მადლის სხვების რწმენის შესაბამისად ენიჭებათ სახარებაში, ესე იგი, ეს განკურნების დროს მიგვანიშნეთ. გახსოვთ ხო, როდესაც იესომ დაინახა მათი რწმენა, ავადმყოფი მოყვანილია, ხო, უთხრა დაცემულს, შვილო, შენი ცოდვები მიგეტევა, ხო, ეს მარკოზი 2:5. ნუ ეხლა სექტანტები თვლიან, რომ შვილები არ უნდა მოინათლონ და მობენ მართლმადიდებულ ქრისტიანებს შვილებზე საიდუმლო შესრულების, ანუ ამაზე ეხლა შემდეგ ვისაუბრებთ და ნუ მოკლედ აი დაახლოებით ასე მეგობრებო, მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ნათლისღებას და მამა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებსა არამედ მიხსენ ჩვენ მამა ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა წმინდა იყავ სახელი შენი მოვედი სუფევა შენი ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაწედა პური ჩვენი არსობით სამომეთ ჩვენ დღეს და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსასწრებსა